არა მაქვს აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმეს ამას ვეძიებთო. ჩვენ სამუდამო სამკვიდროდ აქ კი არა გვაქვს მიწაზე ქალაქია, არამედ იმ მერმინდელ ქალაქს ვეძიებთო. ეგ იმას კი ანიშნავს, რომ ადამიანმა აქ ხელები ჩამოუშვას, აღარაფერი აკეთოს და იმ ქალაქს ეძებს, არამედ ქმედითად ეძიოს. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აქ თავისი სახლი არ ააშენოს, იმიტომ რომ იმ ქალაქს ეძებს. აქაც სანამ პირში სული უდგას, კიდევაც უნდა ააშენოს, კიდევაც უნდა დათესოს, კიდევაც უნდა დაოჯახდეს, კიდევაც შვილები უნდა აღზარდოს და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ ყველაფერი იმ შეგნებით, რომ აქ სამკვიდროდ კი არა, არამედ იქაური ქალაქისთვის მოამზადოს საკუთარი თავის და საკუთარი შვილებიც. აი წუხელ კითხულობდი სწორედ შვილებთან დაკავშირებით, ახლა რამდენი ადამიანია ხო აი გაწამებული, განერვიულებული შვილების გამო და წმინდა პაისი ათონელის საუბრებია ძალიან კარგი, თქვენიც ტექსტომად გამოცემული, იმას კითხულობდი და იქ ამბობდა, რომ თუ ადამიანიო შვილებს ზრდის, იმიტომ რომ აი უბრალოდ კარგი შვილები ყავდეს, აი კარგი შვილები რომ ყავდეს, რომ ვინმემ რამე არ თქვას, ამის შვილები ასეთები არიან, ისეთები არიან, მაშინ ღმერთი არ ეხმარება. მაგრამ თუ ადამიანი იმაზე ფიქრობს, რომ ჩემი შვილები მარადიულად არ დაიტანჯონ და სასუფეველში იყვნენ და ამაზე ზრუნავს და შვილის აღზრდა სწორად ამის გამო უნდა, იქ ღმერთი ეხმარება. და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ესე იგი, რის გამო გვინდა კარგი შვილები, ეგოისტურად, რომ აი მეზობელმა თქვას კარგი შვილი ყავსო და ან ვინმე მართქოს, რომ რა ცუდი შვილები ყავსო, მაგითო გვინდა? თუ იმაზე ვფიქრობთ, რომ ერთ დღეს ჩვენც და ჩვენი შვილებიც ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ და რა იქნება მათთვის მარადიული ხვედრი. აქ რო დროებით რაღაცა წამოსტკივდება, ხო ყველა მიცის შობელმა, შობელი უფრო მეტად განიცდის და ტკივა და ნერვიულობს, არა? და ეს დროებითია ის ავადმყოფობა, მაგრამ იქ მარადიულ სამყოფელში მას რომ რაღაცა სატანჯველი ქონდეს და შობელი ამაზე ფიქრობდეს, გაუძლებს მაგას შობელი, აი აქ რომ ამაზე დაფიქრდეს, გაუძლებს რომ არ დაიწყოს მე ამაზე ზრუნვა? ვერ გაუძლებს და დაიწყეს მართლაც. ამიტომაც აი ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი შვილიც ღვთის წინაშე უნდა წარდგეს. ჩვენ შვილსაც ელოდება ან მარადიული სატანჯველი, ან მარადიული სიკეთეები, მარადიული სიხარული და მაგ საზომით უნდა, აი მაგ კუთხით უნდა უყურებდეთ მერე უკვე ჩვენი შვილების აღზრდასაც, რომ ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ აი შვილი რაღაცნაირად ღმერთს ჩააბარა და ღმერთთან იყოს დაკავშირებული. შეცდომები, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი მხრიდანაც და ჩვენი შვილების მხრიდანაც, მაგრამ თავარი ის არის, რომ აი სწორი ორიენტირი ქონდეს ადამიანს, რისთვის უნდა აღზარდოს შვილები სწორად. არა ეგოისტურად, საკუთარი თავისთვის, არა ამპარტავნულად, რომ სხვამ შეაქოს ჩვენი შვილები, არამედ სწორედ რომ ღვთისნიერად, რომ ესე იგი მიზანი იყოს სწორი. აი ამაშია მთელი ამბავი.